ხერ ხდება თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციაში მაჟორიტარებზე შეთანხმება მაშინ, როდესაც უკვე ლელო მაგალითად განაცხადა, რომ ისინი საკუთარ კანდიდატებს დააყენებენ ყველა ოლქში. ერთობა ძალიან დიდი საქმე გააკეთა ჩემის აზრით, უკვე კონკრეტული საკითხების გარშემო ერთობას გულისხმობ. ერთი ის, რომ ჩვენ მეტნაკლებად სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაახლოებული სისტემა მოვიპოვეთ. კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ მთლიანად პროპორციული ყოფილიყო, მაგრამ ეს დროის ამოვიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯობია 120-30 პროპორცია, ვიდრე 70-70-13 და იმედია, რომ ხელისუფლება არ გაგიჟდება და ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომელიც იქნა მიღებული ხალხის სახელით და არა ბიზნესმენების სურვილით, მინდა მას ხაზი გაუსვა. ამიტომ ეხა ამან ერთობამ მოიტანა ეს კონკრეტული შედეგი, პოლიტიკური პატიმრები გამოსულებიან ნაწილი და გამოვლენ დანარჩენები, დაწუნებული ესეც ერთობის დამსახურება. იდეალური იქნება, თუ ჩვენ ოპოზიციური პარტიები შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, სხვა ოლქებზე საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე, მაგრამ ბუნებრივია არსებობენ პარტიები, რომლებსაც სხვა სტრატეგია აქვს, მაგალითად პოლიტიკური პარტია ლელო, ხო, ის ამბობს, რომ მე დამოუკიდებლად არ დაგაზიანებთ ეს თქვენ? ვიზაზე რა. სხვა დანარჩენები შეთანხმდებით მაჟორიტარს. ლელო განაცხადებს, თუ ლელო აღმოჩნდება მძიმე მდგომარეობაში, იცით რა შემთხვევაში, თუ კი არ იტყვის, რომ მეორე ტურებში გასულ კანდიდატებს ხარს დაუჭერს. აი მე ვეუბნებით, თუ პოლიტიკური პარტია გინდ ლელო იყოს, გინდ ნაციონალურ მოძრაობა, ნებისმიერი სხვა, არ განაცხადებს, რომ მეორე ტურში გასულ ხო ამბობს პოლიტიკური პარტია ლელო, რომ მე ჩემით მიდვარო, რა თქმა უნდა, ბედნიერი მგზავრობა, წარმატებებს უსურვებ და ჩვეულებრივია ვასპარეზობთ ჩვენ პოლიტიკაში არჩევნებში იმისათვის, რომ ვეცადოთ ჩვენ საუკეთესო შედეგის მიღწევას. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი სადღაც ლელო გავიდა მეორე ტურში და სადღაც გავიდა სხვა პარტიის წარმომადგენელი, ჩვენ მაგალითად მე დღესვე ვამბობ და საჭირო დღესაც ვიტყვით. ხარს დაუჭერთ ყველა პარტიას, მათ შორის ლელოს წარმომადგენელს თუ გინდა მეორე ტურში. მაგრამ ლელომაც უნდა თქვას. აი უნდა თქვას მაგალითად ბატონმა ხაზარაძემ, ბატონმა უსუფაშვილმა, ბატონმა ჯაფარიძემ, რომ ისინი ხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ყველა კანდიდატს. ნახავ, მე ამ კითხვას აუცილებლად დაუსვავ ხაზარაძესაც, ჯაფარიძესაც და ლელოს პაწევრებსაც. იმედია მომეცემა ამის